ბესოი ეს ამბავი მომიყოლია შენთვის? ბესოი მაიჩემა რომ იყიდოს მანქანა. შეაგროვა ფული. მაშინ როცა ყველა ნიშანი წინასწარ სანამ ფული შეგროვებას დაიწყებდა, იყო ისეთი რომ ვერ შეძლებს რა. იმიტომ რომ მისი იდენტური, მოკლედ მისი მისმა მეგობრებმა ეს ვერ შეძლეს. და როგორ აგროვებდა, იცი? სახლის უკან ქუხნა ქვია გურულად რა, კერია სადაც მოკლედ. სიმინდის მარცვლები დაალაგა 500 ცალი. 50 ცალი ერთ მწკრივში და 10 მწკრივი. და ყოველ დადებულ 10 ლარზე ერთ სიმინდის მარცვალს იღებდა და აგდებდა. რომ მიხვდა თვითონ უნიკალური გზამოძებნა. ანუ თეორიულად ხო ვიცით, რომ 10 ლარი რომ აქვს 5000-მდე დარჩენილი მაქვს 4990. მაგრამ ის მიხვდა, რომ მისი ტვინი მუშაობს ისე, რომ აი უნდა დაინახოს. და წარმოიდგინე ჯერ რა შორს იყო რა, სანამ ეს სიმინდის მარცვლები ესე ალაგია. მაგრამ მე როგორც კი აი 10 ლარზე, ანუ თუ 100 ლარი იშოვა, 10 სიმინდის მარცვალს იღებდა და გადააგდებდა. და ხედავდა რა, სად იყო თავის მანქანასთან მიმართებით. ერთხელ ქონდა კრიზისი, სადღაც შუაშია და ქათმები შეიპარდნენ რა. კატამბა რა იცის ახლა? ბესოი რაის ვიზუალიზაციას აკეთებს საერთოდ და მოკლედ თან რაღაც ერთი მწკრივი მაინც შეეჭამა ეს ხო იმენ აუგოჭა. და ბესოი თქვა რომ ეს ღმერთ მოკლედ მორწმუნე ბიჭია რა და მოკლედ იმ ღამესო არავის არ ელაპარაკებოდა ეს მეგობრები მეუნებიან რა. იდგაო და უყურებდაო ამ სიმინდის მარცვლებს, დარჩენილ სიმინდის მარცვლებს თითქოს ელაპარაკებოდაო რაღაც. აი სულ და კინოსცენა იყო რა. მუსიკა რომ დააყო ამ დროს და ის სიმინდის მარცვლებს ელაპარაკ. მერეო ღმერთმა მითხრაო რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო და მოკლედ დაალაგა ის იწვალა და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო შეაგროვა 5000 ლარი და იყიდა მანქანა. მაშინ როცა მისი მეგობრები ისევ წუწუნებენ ცხოვრებაზე. და ბესოი ესაც ზუსტად იგივე აქვს საწუწუნო თუ მეტი არა, იმიტომ რომ мама არ ყავს იმ თავის მეგობრებისგან გასულ. ანუ გაცილებით მეტი რო აიღო მეტი აქვს საწუწუნო ვიდრე თავის მეგობრებს. და მე ვკითხე მე ესე ახლოს არ ვიცნობ რა, მაგრამ ვკითხე რომ რა შეგაძლებინა მეთქი რა, რადგინდოდ მანქანა მეთქი, მე განვაზოგად, იმიტომ რომ მე როცა მანქანაზე მოცნებობდი, აი წარმოვიდგენდი, ხო იცი რომ აი ავდექი დილას, ჩამოვედი, ჩავჯექი და აი მანქანა მევასება და იმიტომ მინდა. და ალბათ შენც ეგრე იყავი მეთქი, ხო? და ბესოიმ მითხრაო რომ არაო დედა ჩემიო ფეხს იტკივებს უკვე ისეთ ასაკშიაო რა და იქო თავის სამსახურში რო წავიყვანო ფოთში ორი მარშრუტის გამოწვევა უწევს და ამიტომ მანქანა მჭირდება რომ ვატარო. ანუ რაღაცა დანიშნულებით იყო მისული მასთან ეს მიზანი და არა უბრალოდ იმიტომ რომ მიღწევა.